გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ დღეს TV+-ის ეთერიდან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე, რაც მართლაც ღირსეული და რაც მართლაც რომ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელოვანი საქმეების მკეთებელი ადამიანი ბრძანდება და ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო, რადგან იყო მცდელობა, რომ საპატრიარქოში მოეყვანათ ისეთი პატრიარქი, რომელიც პატრიარქიც იქნებოდა მართული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და საპატრიარქოს ფაქტიურად შეურაცხყოფდა სახელს და დაამსგავსებდა როგორც დღეს არის უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა საპატრიარქოში და როგორ დევნებიან დღეს უკრაინაში მღვდელმთავრები და მრევლი. აი სწორედ ეს უნდა გაეკეთებიათ დასავლეთს, ეს უნდა გაეკეთებიათ ლიბერალურ ფაშიზმს, მაგრამ ღმერთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს და არ იბოგინოს არც ლიბერალურმა ფაშიზმმა და არც არატრადიციული მაცხოვრებელი წესით ადამიანებმა. კიდევ გილოცავთ და კიდევ მინდა რომ ყველამ ერთად ესე გვერდში დაუდგეთ ჩვენს ახალ პატრიარქს და ერთად გავყვეთ იმ სულიერ და იმ წმინდა გზას, რომელიც საფუძველზეც ჩვენ გავძლიერდებით. დიახ, შიო იქნება, რომელიც გააგზელებს პატრიარქის ილია მეორის გზას და შიო იქნება, რომელიც შიოც მოახერხებს და გაწმინდავს საპატრიარქოს და გასაწმენდია საპატრიარქო. ძალიან არასასურველი, მე ახლა არ განვიკითხავ არავის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეც არის და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. არასასურველი მდლები და ეპისკოპოსები გვყავთ ჩვენ და მეუფე პეტრეს მსგავსები, რომელიც პეტრეც პატრიარქმა თავის ძროზე ჩამოაშორა ის იმ მნიშვნელოვან საკითხს, იმ თემას და იმ გზას, რომელიც გზისთათის სარგებლობდა და ადამიანებთან არასწორად მიჰქონდათ თავის მიერ თავში ჩადებული აზრები, რომელიც არასწორი გზით ვითარებდა მას ყველაფერს. გილოცავთ პატრიარქო, მეთქო მოგცეთ მშვიდობა და შემართება. წინ დიდი ბრძოლა გააქვთ. ეხლა მე მინდა ვისაუბრო იმ მკვნეულ საკითხებზე და იმ შეურაცხყოფებზე და მე მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა და მართლაც რომ გულსატკენი არის დღეს მე იმიტომ ვარ სამხედრო მუნდირში, რომ ეს არის ის გადაცემა, რომელიც გადაცემას დღეს მიეწუნება და სოლიდარობას გამოუცხადებს იმ სპეცსაზმელებს, რომელიც სპეცსაზმელებიც რამოდენიმე დღის უკან დააპატიმრეს. მე ქართულ ოცნებას მინდა უთხრა, რას აკეთებთ? რას ნიშნავს ეს? რაც თქვენ გააკეთეთ ახლა? თქვენი ცით რომ ამით თქვენ შეურაცხყვეთ როგორც მოქმედი, ისე თადარიგში მყოფი ყველა ის ძალოვანში მომსახურე და მომუშავე ადამიანები, რომლებიც დღეს სამშობლოს სადარაჯოზე დგანან. როგორ ვის თავში და ვის გონებაში და ვის ტვინში მოიხარშა ეს, რომ ეს ბიჭები, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და გადაგარჩინეს, თქვენ გადაგარჩინეს და თქვენ დაგიცვეს იმ ძალადობისაგან, რომელიც ძალადობაც იყო განვითარებული ქვეყანაში ამ რამოდენიმე ხნის უკან და პირდაპირ უნდა ამოაიყირავებიეთ აიგე იმ რადიკალურ და ლიბერალურ ძალებს, რომლებიც მობილიზებული იყვნენ საკმაოდ ორგანიზებულად. შეიძლებოდა ამ ბიჭების დაპატიმრება, გეკითხებით მე თქვენ. ვინ დაგავალათ? ვისი ზეგავლენის ქვეშ ხართ მოქცეულნი, რომ ასეთ რაღაც არასწორ ნაბიჯებს დგამთ.
თქვენ რას აკეთებთ? იცი? თქვენ ზურგიში აქციეთ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებს ამ ადამიანებს ერთგულება გამოხატეს თქვენთან მიმართებაში. დიახ, ამ ადამიანებმა გიერთგულათ. ამ ადამიანებმა საქართველოს უერთგულა. მითხარ, როგორ უნდა მოქცეულიყო, კითხე. როგორ უნდა მოქცეულიყო მსგავს შექმნილ მდგომარეობაში ეს სპეცრაზმელები, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ ფაქტიურად და პირველ დარტყმებს ისინი ღებულობდნენ ფაშისტებისაგან. პირველ დარტყმებს. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? რა, მიეშვათ ის მოძალადეები და ის ტერორისტები თავის ჭკუაზე და გაეკეთებიათ ის და განეხორციელებიათ ის თანაფიქრი, რომელიც თანაფიქრის საფუძველზეც ისინი მოქმედებდნენ და უნდათ სახელმწიფო გადატრიალება, ეს გაეკეთებინათ? ეს ამის გაკეთების საშუალება მიეცათ სპეცრაზმელებს? იცით თქვენ რა არის? თქვენ მართლა ისე გააკეთებთ, რომ რომელ ტოტეს ჯიხართ, იმ ტოტს ჭრით. და იმ ტოტის მოჭრის საფუძველზე თქვენ კისერს მოიტეხავთ, იცოდეთ. როგორ შეიძლება, კაცო, ადამიანები განან სამშობლოს სადარაჯოზე, ადამიანებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ოჯახის წევრები გარისკეს და რისკის დარტყმის ქვეშ დააყენეს, დაგიცვეს თქვენ, დაიცვეს სახელმწიფო, დაიცვეს კანონი, დაიცვეს კონსტიტუცია და თქვენ ასეთ რაღაც სისულელებს აკეთებთ და იჭერთ ამ ბიჭებს. მე უბრალოდ კითხვები მიშტება და კიდევ ჩემნაირებს და იმ კოლეგებს, რომელი კოლეგების დღეს საკმაოდ მრავლად ავართ იმაზე, რომ თქვენი არასწორი ნაბიჯის საფუძველზე თქვენ შეურაცხავით, როგორც მოქმედი, ისე თადარიგში მყოფი სალონების შემადგენლობა. მე როგორც პროფესიონალი მე შევაფასე მათი მოქმედება და ვაფასებდი მათ მოქმედებას უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე შესრულებული მათ წინაშე დასმული ამოცანა. ეხლა თქვენ თუ ვერ ხედავდით და არ გაინტერესებდათ იქ რა ხდებოდა და ვერაფრით ცნობიერებდით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ჩართული ამ პროცესებში და ყველა მოქმედება რა მოქმედებებიც ხდებოდა როგორც სპეცრაზმის მხრიდან, ასევე მოძალადეების მხრიდან, ტერორისტების მხრიდან, დეტალებში გვაქვს ყველაფერი შესწავლილი აბსოლუტურად. დეტალებში გვაქვს შესწავლილი ტერორისტებისა და ფაშისტების მხრიდან თუ რა უნდათ განეხორციელებიათ მათ ჩვენს ქვეყანაში. ისინი იყვნენ მომზადებულები, ორგანიზებულად. მარტო პილოტექნიკა მათ არ გააჩნდათ. მათ შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნდათ და შეიარაღება გააჩნდათ იმისათვის, რომ მათ სისხლი დაეღვარათ საქართველოში. ქართველი კაცი მოეკლათ. და ქვეყანაში ამ სისხლის ზღვრის საფუძველზე დაეწყოთ მასშტაბური მოქმედებები. გაეხსნათ მეორე ფრონტი. აი რისგან დაიცვა იმ სპეცრაზმელებმა ჩვენი ქვეყანა, რომელიც თქვენ დააპატიმრეთ. ამ ბიჭებმა კიდევ ვიმეორებ, იმოქმედეს უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე. გადით გაიხედეთ სხვა ქვეყნებში რა ხდება. როგორ მოქმედებს საფრანგეთის სპეცრაზმი, როგორ მოქმედებს გერმანიის სპეცრაზმი, როგორ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცრაზმები, როგორ აგლეჯინებენ ძაღლებს, მოქალაქეებს, მანქანებით როგორ ეტაკებიან ავტომობილებით, ცხენებით როგორ გადათელავენ და გადაულიან. თვითონაც იარაღს იყენებენ სპეცრაზმი მოქალაქეების წინააღმდეგ. იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ არაერთხელ იქნა ცნობილი საზოგადოებისთვის და ტრამპს ისინი კი დაუპატიმრებია, პირიქით მადლობა უთხრა მათ. იმისათვის, რომ მათმა დაიცვეს მისი ქვეყანა და მისი ღირსება. აქ რა მოხდა? აქ რა მოხდა? ისეთი, რომ დააპატიმრეთ ეს ბიჭები თქვენ. როგორ მოგივიდათ თავში აზრად ის, რომ ადამიანებმა რომლებმაც ღირსება შეინარჩუნეს, ქვეყნის ღირსება შეინარჩუნეს, ქვეყნის სინდიცი და ნამუსი შეინარჩუნეს, თქვენი თანამდებობები შეინარჩუნეს, თქვენი პირადი კეთილდღეობა შეინარჩუნეს და დღეს უარახართ გაქცეული საქართველოდან, ზოგი არახართ დაპატიმრებულები,
აი ამ არეულობის მოსვლის ფონზე რომ არეულობა მომხდარიყო და ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, აი მე გენახავთ თქვენ რა მოხდებოდა და რა დღეში ჩავარდებოდით, ხო? და თქვენი ქონებები რო არის განიავებული დღეს, ამ ბიჭების დამსახურება არის. იმ ბიჭების, რომელთა ბიჭებმაც დაიცვეს და მყარად დადგენ სწორედ იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას. თქვენ აპატიმრებთ. მე ხლა ამას იმიტომ გესაუბრებით, რომ იქნებ რაღაცნაირად მოგივიდეთ თავში რაღაც აზრი ისეთი, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში გასაგებია გადადგით ის ნაბიჯი, რომ ხალხი თქვენ მთლიანობაში თავზე დაამხოთ ყველაფერი რა ამ ბიჭებს აბსოლუტურად. მთელი ის ნამოქმედარი და ის სწორედ საქმეები, რაც მათმა გააკეთეს. ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქნება რაღაცნაირად ვინმე მაინც გითხრათ, რომ გაანთავისუფლეთ ეს ბიჭები. არ არიან ეს ბიჭები იმის ღირსნი, რომ ისინი იყვნენ გისოსებს მიღმა. ეს ბიჭები არიან იმის ღირსი, რომ თქვენ გამოხვიდოთ და მადლობები უთხრათ ასეთ ბიჭებს, ასეთ ვაჟკაცებს. ასეთ უნათებულ პატრიოტებს. რა გადამეტება, რასი უფლებების გადამეტება. მე გადამეტებად კი არა გადაუარეს ამათ. გადაუარეს ამათ. მე ვერ გავიგე რა უნდა გაეკეთებინათ. ახლა მოდის შენთან, შენ წინააღმდეგ, მოდის ხელში უჭირავს მოლოტოვის კოქტეილი, პილოტექნიკას გესვრიან, ქვებს გესვრიან, ხო? იქ თესასროლი არაღი აქვთ, ასევე დანებით, იმით შეიარაღებულები და მოდიან. ის შენ მოკლას, მან გაიგე და ახლა უყუროთ და შევხედოთ, როდის განახორციელებენ ჩვენს ლიკვიდაციას ისინი, ამას უყუროთ. და ეს არის გადამეტება? ეს არ არის გადამეტება. მათმა იმოქმედეს ისე, როგორც მოითხოვდა შექმნილი მდგომარეობა იმ მომენტში და იმ დროს. 24 საათი დღე და ღამე ბიჭები იქ იდგნენ. დღე და ღამე ისინი წესრიგს იცავდნენ. და სხვათა შორის მომიტინგეებსაც იცავდნენ ისინი. მომიტინგეებსაც იცავდნენ და მომიტინგეებთან მიმართებაშიც იყვნენ ძალიან მობიარები. თქვენ გამოდიხართ და აი ესეთ რაღაცებს, სისულელეებს აკეთებთ და ასეთი სისულელეების საფუძველზე აპატიმრებთ ამ ადამიანებს. მოგერიების დროს, აუცილებელი მოგერიების დროს. რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული ძალაც, რადგან სხვანაირად ეს არ ხდება. სხვანაირად ამ შექმნილ მდგომარეობას ვერ გადმოხდავ და ვერ მოახდენ იმ კერების ლოკალიზებას, რომელი კერების საფუძველზეც მათ უნდათ მთლიანობაში განეხორციელებიათ და განევითარებიათ ქვეყნის ამოყირავება. ხომ ხედავთ, ხომ უყურებთ, ხომ იყავით იმის მოლოდინში, რომ ყოველ წუთში აი მზად იყავით და ჩემოდენ მიგეჭირათ ხელში, რომ გასაქცევად ემზადებოდით. ხომ ხედავთ ამას ყველაფერს? ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. აბსოლუტურად. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ისიც ვიცით, რომ შიგნი პანიკა ქონდათ შიგნი უკვე. ესეც ძალიან კარგად ვიცით. ხო. მაგრამ ამ ბიჭებმა მოახერხეს. იბრძოლეს. ეს არის ბრძოლა. ეს არის ის ბრძოლა, რომელი ბრძოლის საფუძველზეც ქვეყანა გადაარჩინეს. რუსთაველი გადაწვეს. თუ რას აკეთებთ? რუსთაველი გადაწვეს. ხალხს მოუწოდებდნენ იმისათვის, რომ სისხლი დაეღვარათ. 24 საათის რეჟიმში მუდმივად სადაც ეს ბიჭები იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ღირსებას, ესენი დასვენებული ძალებით უტევდნენ. აი რას აკეთებდნენ? დასვენებული ძალებით უტევდნენ ესენი, გაიგე ეს მოძალადეები ყავს ხედულობაში. რადგან ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და შესაბამისად აი ეს 20 საათიან საგუშაგოზე სადარაჯოზე მდგომ ბიჭებს აბსოლუტურად მთელი რესურსი ჰქონდათ გამოყენებული იმისთვის, რომ არ მომთარიღო ქვეყანაში სისხლის ზღვრა. თქვენ მოგისმენიათ რა სიტყვებით შეურაცხყოფთ ამ ბიჭებს? მე გეტყვით ეგერ ახლა. ჩვენ გვაქვს ამით ჩანაწერებიც გვაქვს. ჩვენი ოპერატორები მუშაობდნენ იქ, ჩვენი ჟურნალისტები მუშაობდნენ იქ თვითონ ეპიცენტრში და უამრავი მტკიცებულებები გვაქვს იმისა, რომ
Em ბიჭებმა, რომელიმე ბიჭებმაც იმოქმედეს, უნდა ემოქმედათ ასე. დიახაც უნდა გადემუხტათ და გაენეტრალებიათ ის შექმნილი მდგომარეობა, რომელიც მდგომარეობის საფუძველზე შესაძლებელი იყოს სისხლით დაღვრილიყო. სპეცრასთან რომ მიდის ეს ვიღაც ლიბერასტი, არა ტრადიციული ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანები და ეუბნებიან, შენ რო დღეს აქ გეხარ და აქ ჩვენ ხელს გვიშლის სახელმწიფო გადატრიალებაშიო, შენ ცოლი იცის ვისნარი დღესო ამას ეუბნებიან. დედას აგინებდნენ. არ დედას შეურაცხყოფდნენ. ხო. ჩვენ ბოლო-ბოლო ღირსება გაგვაჩნია, კაცო. ეგრე კი არ არის საქმე. და ღირსება გააჩნია ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს სამხედრო მუნდირი აწვია და ვის მუნდირის ქვეშ არის. ეს ვაჟკაცობა არის. იქ არა ვაჟკაცები არ არიან. მუნდირის ქვეშ ყველა ვაჟკაცები არიან. და ყველა ის ადამიანები არიან, რომელი ადამიანებმა თავი გადადვეს საქართველოსათვის. დიახ, ჩვენ თავებს არ ვეკუთვნით. როდესაც მუნდირის ქვეშ ვართ. ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს. ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ვიცავთ ქვეყნის ღირსებას, სინდის, ნამუს, პატიოსნებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს წმენას, ჩვენს ოჯახებს. თქვენ ყველას ერთად უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ვაკეთებთ იმას მაქსიმალურად, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. საკუთარ სიცოცხლე ხშირ შემთხვევაში ვწირავთ, იმიტომ რომ და ასეც არის ეს ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, რომ მუნდირის ქვეშ მყოფი ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე გაუწირიათ იმისათვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო ისევ იმ დონეზე, იმ ღირსეულ, იმ ტრადიციულ ცხოვრებით, რომელიც ჩვენ ისტორიულად მოგვდებს. ამას აკეთებდნენ ეს ბიჭები და აკეთებენ ამას ეს ბიჭები, ხო? ეს პერსაზმელები. ხო. და აპატიმრებთ, კაცო. ეს არის თქვენი მადლობა, მადლიერება, ეს არის თქვენი მადლიერება. ისინი სამადლობელად კი აკეთებდნენ ამას. ისინი აკეთებდნენ იმიტომ, რომ მათმა იციან, რომ მათი ფუნქციონალური მოვალეობა არის დაიცვან ქვეყანა, დაიცვან ღირსება. დაიცვან ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. ეს კარგად იციან მათმა. მადლობის სათქმელად ჩვენ არავინ არა ვართ დღეს მუნდირის ქვეშ, რომ ესე გეღრიტინოთ და მადლობები გვითხრათ და ისა რაღაც პრემიები მოგთხოვოთ. არა, ჩვენ იმიტომ ვართ და იმიტომ გვასვია მუნდირი, რომ ჩვენ ხალხს ვემსახურებით, ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით. რო რამე დაიწყება და მტერი შემოუტეს ქვეყანას, პირველები ჩვენ მივდივართ. პირველ დარტყმებს ჩვენ ვღებულობთ. პირველი ტყვია ჩვენ ხვდება. თქვენ კიდევ სადღაც გაქცეულები ხართ უკვე. დატოვებული გაქვთ საზღვრები, გატანილი გაქვთ ქონებები. გაყვანილი ხართ ცოლშვილები. და ჩვენ კიდევ იმ ჭაობში ვართ. და იმ რომ იტყვი საშინელებაში ვართ, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ და რომელიც თქვენ შეგვაჩეჩეთ ხელში. და ჩვენ ვიწყებთ იმის დალაგებას და გასუფთავებას. და მერე გჩნდებით უკვე გამოდიხართ. და მერე უკვე ფარდოვან სიტყვებს განცხადებებს აკეთებთ და თურმე თქვენ ყოფილიყავთ ყველაფერი და მერე ჩვენ ხდებით დარტყმის ობიექტი თქვენი მხრიდან. მე ეს კარგად ვიცი. ძალიან კარგად ვიცი. შევარდნაძე იყო აფხაზეთში ნაომარი ბიჭები, ჩვენი სამხედროები, რომელსაც დაბრუნდნენ აფხაზეთიდან, იმის ნაცვლად, რომ ამ მეომრების და ამ ჩვენი სამხედრო კონტინგენტის და ამ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების რეაბილიტაცია და რაღაცნაირად გარკვეული მდგომარეობა და გამოსვლის პროცესი დაეწყო ხელისუფლებას და პირობები შეექმნათ ქვეყანაში, დევნა დაიწყეს და ციხეები გაავსეს მაშინ შევარდნაძემ ნაომარი ბიჭებით. ზოგს რასაქმეები აკიდეს ზურგზე, ზოგს რასაქმეები აკიდეს ზურგზე, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ის ადამიანები უკვე და ის ქართველი სულანთებული და გულანთებული პატრიოტები, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. სააკაშვილი იყო და გადატენილი იყო ციხეები და მასიური რეპრესიები დაიწყო ჩვენი სამხედროების და ძალოვანში მომსახური ადამიანების და გავწირეს ფაქტიურად. ზოგი კიდევ ქუჩაში დახვრიტეს, აგერ გიაკრიალაშვილი, კობა ოთენაძე, ემირიძე ქუჩაში დახვრიტეს ესენი. და ზოგი ციხეებში მოკლეს კიდევ იქ სერგო თეთრაძე, იქ
რა ძალიან ბევრი სამხედროები ვიყავით ჩვენ უკვე იმ პერიოდში ციხეებში და ვიხდით აჯერს უკანონოდ და ვიცოდით რომ ჩვენ იქიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდით, ხო? იმედი მოგვეცა იმისა, რომ თქვენი მოსვლით თქვენ მაინც რაღაც გარკვეულ წვლილს შეიტანდით იმაში, რომ ჩვენს შრომას, ჩვენს ბრძოლას, ჩვენს აი ღირსეულ მოქმედებას თუ არ დააფასებდით, ყოველ შემთხვევაში ზეწოლებს არ გავიკეთებდით, ხო? მაგრამ გააკეთეთ თქვენ, იგივე გააკეთეთ თქვენც ახლა, რაც გააკეთა შევარდაძე, რაც გააკეთა სააკაშვილმა ჩვენს ძალოვნებთან მიმართებაში და ასე მოქმედება და ასეთი მიდგომა ჩვენთან მიმართებაში არ არის ეს კარგი. იმიტომ არ არის კარგი, რომ თქვენ ამით ნდობას კარგავთ იცოდეთ. ღმერთთან უკნას და ძალიან არ მინდა რომ ეს მოხდეს და თქვენზე გული აიცრუოს იმ ძალოვნება, რომლებიც დღეს ჩვენ ქვეყანას იცავენ. არ მინდეს. გამოჩნდება იქ თქვენთან ვიღაც გონიერი ადამიანი და ან მიიტანს სწორ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ყურამდე, რომ ამ ბიჭებს არანაირი დაანშაული არ აქვს ჩადენილი. გაგინათ ახლა ნაცების გული გაახარეთ, ხო გაახარეთ ნაცების გული. ამ სექტანტების ამათ ესე იგი მილიონებს აშოვინებთ, მერე უშვებთ 5 თვე და 6 თვე ციხეებში, ეს მილიონები შეტყაპუნებული აქვთ უკვე და გამოდიან ციხეებით და კიდევ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებენ. აი ასე ვთქვათ თქვენ ხელს და რას აკეთებთ თქვენ? ის ბიჭები კიდევ რომლებიც დგანან და იცავენ ღირსებას, ქვეყნის ღირსებას, იმათ 5 წლიანზე და 7 წლიან იმას მუხლებს უყენებთ, რომ მიუსაჯოს შემდგომ შესაბამისად ის საჯელები რა მუხლითაც ასამართლებთ და დატოვოთ ციხეებში და ის თელი ცხოვრება უკვე რაც მათმა გაიარეს და რაც მათმა დაიმსახურეს ჩვენი ქვეყნას მიმართებაში, ყველაფერს ხაზს უსვებთ და იგნორირებას უკეთებთ. არ შეიძლება ეს ასე კაცო. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ასე. სად არის ის ღირსება და ის მიდგომები, რომელიც ღირსების და მიდგომების საფუძველზე თქვენ უნდა მიუდგეთ როგორც მოქმედს, ისე თადარიგში ყოფ სამხედროებს, პოლიციელებს, უშიშროების თანამშრომლებს და აი ვეტერანებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ბრძოლებში. რატომ გინდათ რომ თქვენ ამ კატეგორიის ადამიანები დააჩმორიკოთ და ყავდეთ როგორც სააკაშვილს ყავდა თავის დროზე ესე დაჩმორიკებული მაგას ჩვენ აღარ მივიღებთ უკვე ვეღარ მივიღებთ მაგას ჩვენ გავიარეთ ის გზა გავიარეთ ის პრობლემები გავიარეთ ის წვალებები გავიარეთ ის საშიშროება რომელიც იყო ჩვენს სიცოცხლესა მიმართებაში და კარგად აღვიქვით ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან კარგად და არ შეგვშინებია ისევ ცოცხლები ვართ სამართალმა პურიჭამა და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ ამიტომ ამ ბიჭებს არ შეეშინდება არაფრის უბრალოდ გულსატკენია ის რომ ასე რომ მეუდექით ამ ბიჭებს და ამ ბიჭების აი ამ დამსახურებას აი ამ სპეცრაზმელების დამსახურებას და ერთი კვირა არის უკვე ტელეეკრანებიდან არ ჩამოგაგვთ რა დავაპატიმრეთ სპეცრაზმელები დასაპატიმრებლების მეტი რა გყავთ დასაპატიმრებლების მეტი რა გყავთ ამ ქვეყანაში რომლებიც დღეს საკმაოდ ბევრნი არიან და თქვენს გარემოცვაშიდაც გაიგეთ რაშია საქმე თქვენს ირგვლივად შეჭამეთ გამოღრმენით ეს ქვეყანა და დადიხართ ესე დაფშვიტინოთ ზემოთქვემოთ და ის შავ სამუშაოებს რომლებიც ვასრულებთ ჩვენ და რომლებიც ვაკეთებთ ქვეყნის საქმეს ჩვენ თუნდაც ციხეებში უნდა ვიდეთ ამოკეტილები და თქვენმა იგულავთ აქეთ ერთად ნაცებმა და კოცებმა და ერთი საქმე აკეთოთ და ერთად შევოთ ფული მე მინდა ბატონო ბიძინა გითხრათ თქვენს გარემოცვაში ძალიან ბევრი უკვე არის
შემოგზავნილი, რომლებიც ხალხს გიპირისპირებენ, რომლებიც ხალხს თქვენ წინააღმდეგ ამხედრებენ. ამას უნდა მიხედოთ. არ არის დღეს კარგი საქციელი ეს. დაბა გაიარეთ ეხლა და ნებისმიერ მუნდირიან ადამიანს შეეკითხეთ, რას გიპასუხებთ სწორედ აი ამ სპეციალიზმელების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მე იმას კი არ გეუბნებით, რომ ადამიანი რომელიც დაანშაულს შეიძენს, ის არ დააპატიმროთო. კი ბატონო, დააპატიმროთ, არა. ამ ადამიანებს დაანშაული არ ჩაუდენიათ. ამ ადამიანებმა იმოქმედეს შესაბამისად, როგორც უნდა ემოქმედათ იქ შექმნილ მდგომარეობაში, რომელიც შექმნილ მდგომარეობას თავიდან ბოლომდე იყო უკონტროლო. და ემზადებოდნენ სისხლის ღვრისათვის. და ამ ადამიანებს განეიტრალეს ეს ყველაფერი. და განეიტრალების საფუძველზე თქვენ უკვე კვლავ მოგეცათ იმის საშუალება და კვლავ მოგეცათ იმის მოქმედების გზა, რომ განაგრძოთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა. აი სწორედ ამ ბიჭებმა უკვე მოგცეს იმის საშუალება, რომ დღესო თქვენ ხელისუფლებაში ხართ. თუ ეს ამ ბიჭებს რომ არ ემოქმედათ, ხო? ისინი მოიყვანდნენ სისრულეში იმ ჩანაფიქს, რომელიც ჩანაფიქის საფუძველზე ქვეყანაში დაეგროვებოდა სისხლი. აი რა გააკეთეთ თქვენ და როგორ მიუდექით ამ ბიჭების იმ ნაშრომს, ნაწვალებს, ნაბრძოლს, რომლის საფუძველზეც თქვენ დღეს ხელისუფლებაში ხართ. და თქვენ აპატიმრებთ ამ ხალხს. მე კიდევ ერთხელ მინდა, არათუ მარტო ჩემი სახელით. მე დღეს თუ ვსაუბრობ ჩემი კოლეგებისა და იმ ადამიანების სახელით, რომელთაც გული გვტკივა და ჩვენთვის მიუღებელი არის მსგავსი მიდგომები ფორმიან ადამიანებთან მიმართებაში. დიახ, რომლებიც საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ დილას რო გამოდივართ სახლიდან, საღამოს დავბრუნდებით თუ რა არ ვიცით. იცით რატო? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში იმ დონი გარეწარი და არამზადა არის და იმდენი მტერი ყავს ამ ქვეყანას, რომ პირველ რიგში ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებენ ისინი, რომ ჩვენ როდესაც ჩვენარი ადამიანები აღარ ეყოლება ამ ქვეყანას, მე მათთვის ადვილი იქნება უკვე, ქვეყნის ხელში ჩაგდება და ქვეყნის განადგურება და გაპარტახება. აი, რაშია საქმე? ძვირფასო ქართული ოცნება. კიდევ ვიმეორებ. ხალხს, რომელსაც ოცნება ჰქონდა და მიზანი ჰქონდა და აქვს, რომ მათ გააკეთონ ქართული საქმე, თქვენ ამ ოცნებას და ამ მიზანს ერთი ხელის მოსმით წყალში უყრით ყველაფერს და ფეხქვეშდელავთ. გამოდიან ნაგერ ახლა ხო ხედავ რა განცხადებებს აკეთებენ. გვარამია ეს ჭუჭუვაშაძე, ბოკუჩავა, ეს ვინ არის კიდევ ეს ახლა ეს ბოკერია და მისი მეუღლე ტანდემში, როგორ ესე იგი ჩერგოლეიშვილი ბოკერია ტანდემი, აქეთ გირჩი ჯაფარიძე და ყველა ეს ხროვა და ტერორისტები და ლიბერასტები, რომლებიც გემუქრებიან, რომ ჩვენ 26 მაისს დავამხობთ ამ ხელისუფლებასო. რა გინდათ ეხლა? დამხობა გინდათ? თუ დამხობა გინდათ, გააგრძელეთ ასეთი მიდგომები. ძალოვნებთან, როგორი მიდგომებით ასახა თქვენ მოქმედებთ? ან თუ გადაბარება გინდათ, მაგით გითხარი. თუ ვიღაცას ასეთ იმას არა ავტორიტეტ და უსამშობლო ადამიანებს გინდათ გადააბაროთ ხელისუფლება? არ მოგცეთ მაგის უფლებას. თუ გადაბარება გინდათ, მოზებნეთ წესიერი ადამიანები. ქვეყნისთვის პატრიოტი, შრომელი, მოყვარული ადამიანები მოძებნეთ და მიეცით მათ იმის საშუალება, რომ გამოვიდნენ პოლიტიკურ ველზე და გადააბარეთ მათ ხელისუფლება. და ახლა ადრე თუ გია მოგიწევთ ეს თქვენ ამის გაკეთება მოგიწევთ, იმიტომ რომ მუდმივად ხელისუფლებაში არავინ არ არის და მით უმეტეს ასეთი ხანგრძლივი დროით ყოფნა ხელისუფლებაში უკვე თავის რესურსს წურავს. რაც უნდა კარგი აკეთოთ. ხო და ამიტომ არის რომ ახალი ძალა არის შესაქმნელი წესიერი, ქართული, ეროვნული, პატრიოტული ძალა, ქრისტიანული, მართლმადიდებლური ძალა, რომელიც ეკადრება ჩვენ ქვეყანასა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს. და განავითარეთ ეს ძალა და ამ ძალამ უნდა მართოს ეს ქვეყანა. და არ ამგენ მაგერ ახლა გემუქრებიან ეს ისინი, რა ქვია.
ეს ლიბერასტები, უსამშობლო ადამიანები, დედა მაგათ არ უყვართ, მამა მაგათ არ უყვართ, და მაგათ არ უყვართ, ძმა მაგათ არ უყვართ, ეკლესია მაგათ არ უყვართ, შვილები მაგათ არ უყვართ, ბევრს კიდევ არ აყავს შვილები და რა უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ არ უჩნდებათ მაგას შვილები, მაგდაერ ადამიანებს შვილები არ უჩნდებათ, არც არიან ღირსი იმისა, რომ მათ შვილები ყავდეთ, იმიტომ რომ ისინი ამ შვილებთან მიმართებაში იმ ხელა დაანშავლებებს ჩაიდნენ, რომ მოწამლავენ ამ ბავშვების ტვინსაც გარიგე და როგორც თვითონ არიან ტვინ მოწამლულები, ისე გაზდიან თავიანთ შვილებსაც. და აქედან გამომდინარე, სწორედ არის, რომ მათ შვილები არ უჩნდებათ. გარკვეულ ნაწილს. ეხლა მე ამ განცხადებას რომ ვაკეთებ, ხო, სერიოზულად ვარ უკვე იმაში ჩართული პროცესებში, ვიცი როგორ ემზადებიან ისინი და ვიცი რასთვისაც ემზადებიან. დღის წესრიგიდან არც სახელმწიფო გადატრიალების ამოღებულა გეგმა, არც მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ამოღებულა, რო იცოდეთ თქვენს, რო იცოდეთ. და არც იმ სისხლის ზღვრის გეგმა, რომლის საფუძველზეც მაგათ უნდათ ეს ყველაფერი განახორციელონ. 26 მაისს არ მივცემთ მათ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა იმის საშუალებას, რომ მათ თქვა ჩვენ არ მოგცენ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი დღისადმი ჩატარებული ღონისძიებების ჩაშლა. ამის საშუალებას არ მივცემთ. და მეცაც გეტყვით, არც ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას მივცემთ მათ ჩვენ. ხალხი არ მივცემთ. ჩვენ იარაღს ავიღებთ ხელში და ისე დავიცავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ღირსებას, ჩვენს სიმშვიდეს, ჩვენს პატიოსნებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს, ბერს, მრევლს, ჩვენს მღვდლებს, ეპისკოპოსებს, ახლად არჩეულ პატრიარქს. დავიცავთ, ყველაფერს დავიცავთ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დავიცავთ ყველაფერს და მაგ ტერორისტებს არ მივცემთ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას. და მეორედ უკვე ამ ქვეყანას ჯოჯოხეთის გზაზე აღარ გავატარებინებთ. როგორც ეს ხდებოდა პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის დროს. მეორედ უკვე ისინი ვეღარ მოახერხებენ და ვეღარ დაღუპავენ ამ ქვეყანას. ესენი არიან პროფესიონალი მკვლელები. უკვე საკმაოდ კარგად აითვისეს და ისწავლეს უკვე როგორ უნდა შემდგომში განახორციელონ ის ძალადობრივი გზები, რაც ისინი თავის დროზე აკეთებდნენ და რასაც ისინი მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მიდის სერიოზული სამზადისი, კიდევ ვიმეორებ. სამზადისი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მოახდინონ არეულობა. გააკონტროლეთ უკრაინიდან შემოსული ჯგუფები. გააკონტროლეთ ის უკრაინელები, რომლებიც აქ არიან დღეს საქართველოში საკმაოდ ბლომად. ან გაიყვანეთ ამ ქვეყნიდან, წავიდნენ და დაიცვან თავის ქვეყანა იქ. თუ აშკაცები არიან და არ აქვს რევოლუციები გვიწყონ. ჩართული ამ პროცესში თვითონ ზელენსკის, რომელიც იქ ერევანში შეხვდა ჩვენ პრემიერს და მიედუძგა იქ და პროვოკაცია მოუწყო იქ ჩვენ პრემიერს, იქ საქართველოს პრემიერს. ამ არამზადან კლოუნმა. კლოუნი, რომელიც თავის დროზე შეურაცხყოფას აყენებდა საქართველოს, როცა ის კლოუნობდა მოსკოვში. მოსკოვში კლოუნობდა და მან ჩვენს აი აქ საქართველოში შავძაძებიან ვაჟკაცების დედებს, დაღუპულ გმირებს და ჩვენ ვინც გადავრჩით, ყველა შეურაცხყოფა მოგვეყენა თავისი აი ამ კლოუნური მოქმედებებით. დღეს რა გინდათ, ახლა ურთიერთობა გინდათ მაგასთან და იმასაც რა ქვია დაალაგოთ. არევისა ჩვენ დასალაგებელი არაფერი არ გვჭირს. გარდა ერთი ქვეყნისა, ეს არის რუსეთი. უნდა დავალაგოთ რუსეთთან როგორმე ჩვენი მდგომარეობა ისე, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აი აქ დასალაგებელია ყველაფერი. დასალაგებელი არის ძალიან სერიოზულ სიღრმისეულად, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. და ეს უნდა გააკეთოთ და ამით უნდა იყოთ დაკავებულები თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და დღე-დაღამე უნდა მუშაობდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ დავალაგოთ რუსეთთან სიტუაცია ისე, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები. ამით უნდა იყოთ დაკავებულები და არა სპეცსაზმელების დაპატიმრებით და იქ ნაცებთან ვასვასით და გარიგებებით. ვის ურიგდებით? ამ ნაცებთას ურიგდებით, ამ ხროვას ურიგდებით?
და ამათან გინდათ გარიგებაში შეხვიდოთ, შესული კი ხართ უკვე გარიგებაში ამათან, იმიტომ რომ აგერ ეხლა იზეიმეს, ისე კარგად იზეიმეს მათ ამ სპეცრაზმელების დაპატიმრება, რომ წაახალისეთ ისინი თქვენ. და რა თქვენ რა გაკეთეთ ამით იცი? თქვენი მხარდამჭერი პოლიციელები არიან თუ სამხედროები არიან თუ სპეცრაზმელები არიან, თქვენ მათ შეურაცხყოფა მიაყენეთ და ის მოძალადეები, მკვლელები, ტერორისტები და რევოლუციონერები, რომლებიც თქვენ რევოლუციით გემუქრებიან, ისინი წაახალისეთ და დაანახეთ, ხო ხედავთ? თქვენ გვერდში ვართ. ვინ? მოლოტოვის კოქტეილის მსწავლელი, ის ქათამი აგვარიას გრიგოლიადისი თუ გრიგოლიანი, ეგ და მაგრამ მედალით ჩამოკიდეთ მაგას ახლა. ხო, მედალით ჩამოკიდეთ და მადლობა უთხარით იმისთვის, რომ მან პოლიციელი დაწვა და მოლოტოვის კოქტეილებს ისწავლებოდა. მედლები ჩამოკიდეთ უყველას მაგენს, ვინც იქ პილოტექნიკას უბიზებდა ამ ბიჭებს და ვინც ამ ბიჭების იმას ღირსებას შეურაცხყოფდა. მედლები ჩამოკიდეთ და მათ მადლობები უთხარით და პრემიები მიეცით ახლა მაგათ უყველას. იმ რევოლუციონერებს, იმ ტერორისტებს, რომლებიც უტევდათ მას მთავრობის სახლს და უტევდნენ პარლამენტს უტევდნენ. აქეთ მიყავთ თქვენ ყველაფერი. და ასე არაფერი არ გამოგივათ. არაფერი გაუკეთებიათ კიდევ იმეორებ ამ ბიჭებს, ამ სპეცრაზმელებს ისეთი, რომ თქვენ ისინი ციხეებში შეყარეთ. და გისისოს მიღვა ამოკეთეთ, არაფერი გაუკეთებიათ. ამაზე მეც ვარეს აკეთებენ ეს ისინი, რა ქვია, ტერორისტები აგერ, ეს ლიბერასტები. ამაზე მე ვარეს. თავზე გამხობენ ყველაფერს აბსოლუტურად. და იმათ არაფერს არ ეუნებით. დღეს კიდევ გამოდიან აგერ და გემუქრებიან. და გამხობთო გეუნებიან. აგერ გვარამია. ეს ქათამი. გამოდის და გემუქრება და გამხობთო. თქვენ შეიძლება ვერაფერს ვერ ეუნებით და გეშინიათ გვარამიასი, მაგრამ ჩვენ კისერს მოვტეხავთ, მაგათ ნისკარტს მოვტეხავთ. თუ მან და მისნაირებმა დაიწყეს საქართველოში ხალხის წინააღმდეგ მოქმედება და დაიწყეს საქართველოში სისხლის ღრა, იცოდეთ, არავის გაპატიებთ ამას. და თქვენ საქართველოში ომს არ დაგაწყებინებთ და ვერ დაიწყებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გეგმა იმისა, თუ მაგას თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს და ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომებით ეს ვერ მოახერხებს, ჩვენ გვაქვს ვართ ის ადამიანები, რომლებიც მოახერხებთ და მოახდენთ მათ ლოკალიზებას. და ისეთ ლოკალიზებას მოახდენთ, რომ შემდგომ ისინი ვეღარც კი იფიქრებენ და აღარც კი ექნებათ სურვილი იმისა, რომ მომავალში კიდევ რაღაცა მსგავსი უბედურებები მოახდინონ ამ ქვეყანაში. დაიღალა ხალხი უკვე. აღარ უნდა ხალხი მობეზრდა მუდმივ რეჟიმში ცხოვრება, დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება. მობეზდეს ხალხს, იცოდეთ, გამოვა ხალხი ქუჩაში და ორივეს პასუხს მოგთხოვთ. იმასთან დაკავშირებით, რომ თავი დაანებეთ ამ ტინგიცაობას. ხალხი არა ვართ ამის ღირსები ჩვენ. რას გვაპამპულებ, ვერ გავიგე კაცო. შეიძლება ასე? ნუ გააკეთებთ ისე რომ მართლა გასაქცევად გქონდეთ საქმე რა. როგორც სხვა დანარჩენებს გქონდეთ გასაქცევად საქმე და გაიქცე, ხო? ხო უნდა მართლაც ერთხელაც ამუდამოთ ამ ქვეყანაში, ხო უნდა ხელისუფლება ეს არჩევა იქნება, თუ შემდგომ გადარჩევა იქნება, ხო უნდა ეს ყველაფერი მოხდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ფარგლებში. და არა ასეთ რაღაცა გაუთავებელ იმაში, კინკილაობაში და ჭიდაობაში და იმაში. ეს თქვენზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ ნაციონალები დააპატიმროთ, სამართლიანობის აღდგენას დავკვირდით, ხო? კომისია შევქმნით, წულუკიანის კომისია, რომელი კომისიის საფუძველზე უნდა გაუქმებულიყო ეს პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ეს აკრძალვოდათ მათ ყველას პოლიტიკაში ყოფნა. იმის ნაცვლად ეს აკეთოთ. თქვენ დამცველებს იჭერთ. ვინ თქვენ გიცავთ, იმას იჭერთ. და იმას დევნით. ეს რა ხდება, გამაგებიათ ერთი. ეს სადაური ის არის მოფიქრებული წესი და ჩვევა, რასაც თქვენ გააკეთეთ ახლა ამ დღეებში. ვინ ახართ თქვენ ერთი გამაგებინეთ. და რა გინდათ? ჩვენ ამ ქვეყანაში საქმეები გაგვიკეთებთ და ვაკეთებთ კიდევაც და გავაკეთებთ კიდევაც საქმე. ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს და ვერავინ ვერ შეგვაშინებს. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას და მის რომ იტყვი გაძლიერებას გავაგზავნებთ ისევე.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მდვლებს, ჩვენს პატრიარქს. დავიცავთ, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ამას ყველაფერს. როგორაც არ უნდა ვიდევნებოდეთ ამ ქვეყანაში, როგორი პრობლემებიც არ უნდა გქონდეს, ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უზარმაზარი პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემებს ჩვენ გვიქვნიან ხელოვნურად იმისათვის, რომ ჩვენ ხელი ჩავიქნიოთ ყველაფერზე, ხო? მაგრამ ჩვენ ასე ადვილად და ასე ადვილი გასატეხები არ ვართ და ვერ გავტეხავენ. სააკაშვილის რეჟიმმა და სააკაშვილის პირსისხლიანმა რეპრესიებმა ვერ გავტეხეს ჩვენ. და ვერაფერი ვერ გვიქნეს. და იმიტომ ვერ გვიქნეს, რომ ჩვენი სიმტკიცე გაგვაჩნია. ჩვენი სულიერი სიძლიერე გაგვაჩნია. ჩვენ სუფთა ვართ. სუფთა ადამიანები ვართ. და ამიტომ სუფთა ხელებით ვართ მოსულები ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. სუფთა ხელებით. და არა ზოგიერთები, რომლებიც დღეს იქ მოაჯდებით ამ ქვეყანას კესერზე და აღარ იცით ეკონომები საწაიღოთ და სადმასად გადამალოთ, აღარ იცით. ჩვენ ვიქნებით პურზე და წყალზე, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ პოზიციებს არ შევცვლით. ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და გავაკეთებთ ყოველთვის იმას, რაც ჩვენ ქვეყანა ჭირდება და ჩვენს მოსახლეობა ჭირდება და ჩვენს ერს ჭირდება. ჩვენს ტრადიციებს ჭირდება, ამას გავაკეთებთ. მე კიდევ და კიდევ მინდა თქვენ ქართულ ოცნებავ, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში ხართ და საკმაოდ დიდი ბერგეტები გიჭირავთ ხელში, ამ ბიჭებს, რომელი ბიჭები თქვენ დააპატიმრეთ, უდანაშაულო ბიჭები დააპატიმრეთ, პატივი ეცით და ბოდიში მოუხადეთ და გაანთავისუფლეთ ისინი ციხიდან. და ამიჯერეთ, ეს ნაბიჯი იქნება ვაჟკაცური ნაბიჯი. ბოდიშის მოხდა, ეს არ არის სიცხვილი, პირიქით ვაჟკაცობა არის. და ამის ვაჟკაცობა იქონია თქვენ. და კიდევ გეუბნებით. არავისთან ჩვენ დასალაგებელი არაფერი არ აღჭირს. გარდა ერთი ქვეყნისა, რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში არის დასალაგებელი. დანარჩენებმა იქით ევროკავშირებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აქეთ ალაგონ ჩვენთან თუ რამე დასალაგებელი აქვთ. და თუ რამე ჭირდებათ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ღირსეულად ჩვენს პოზიციაზე, ჩვენი ღირსებით და ჩვენი ასეთი სიმტკიცით უნდა დავანახოთ ყველას ვინა ვარ ჩვენ ქართველები და რის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენებინოთ ჩვენ თავზე, ჩვენ თავებზე, ჩვენ ქვეყანაზე. თავში სატყაპუნო ქვეყანა არა ვარ, ჩვენ ამას ნუაკეთებთ და დაანახებთ იმას, რომ თუმე ყველა შეუულია ამ ქვეყანაში თავში წამოარტყას ადამიანს. ამას ნუაკეთებთ. ეს არის სწორედ აი რას გააკეთეთ ახლა, ხო? და სპეცსაზმელები რო დააპატიმრეთ. აი ეს არის ის შეურაცხყოფა ამ ქვეყნის. და არა ის რასაც თქვენ ფიქრობთ დააკეთებთ. აი ეს არის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა არის ამ ქვეყნის ის რომ დღეს ნაციონალიზმის ეს ბანდა და ხროვა და მკვლელები პოლიტიკურ ველზე ყავს ისევე რა იგეთ აშია საქმე. აი ეს არის შეურაცხყოფა. ჩვენ მოსახლეობას ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას ამათი გაცოცხლებით, ამათი ასეთი აქტიურობით. რადგან ისინი ჩვენ არაფერად არ ვთვლიან. და იმიტომ არ ვთვლიან არაფერად რომ თქვენ ადლებთ ამის საბაბს და ამის საშუალებას. და თქვენ ადლებთ იმის საშუალებას რომ კვლავ არიან ქვეყანაში სიტუაცია. ბოლოს კიდევ გავფრთხილებთ, ყველას ვაფრთხილებთ, ყველა მოძალადეს, ყველა ტერორისტს. ნაციონალური მოძრაობა იქნება ეს. გირჩი იქნება, ვაშაძე იქნება, თუ ვიც გვარამია იქნება, თუ ვიც იქნებით, ხო ყველას გავფრთხილებთ, იცოდეთ. არ გაბედოთ. არ გაბედოთ და ამ ქვეყანაში არ დაიწყოთ არეულობის მოწყობა. არ გაბედოთ, იცოდეთ. არ მოგცემთ ამის საშუალებას. ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამას გავაკეთებთ, იცოდეთ. და მე გვიან იქნება, იცოდეთ, თქვენ ეს. ჯობია ეგ ბინძური ზრახვები ამოიღოთ თავიდან. მე ამას იმიტომ კი არ გეუბნებს, რომ არის ქართული ოცნებას უჭერთ ხარ. არა, მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ვიცი სამხედრო ვარ და ვიცი რა არის ომი და ვიცი რა არის ის უბედურება, რაც ტრიალებს ომს და რაც გომს, ეს ვიცი. და ზოგი გამოდის და აი ეს ხედეთ, ეშინია წითელაშვილის ომის, ვისაც არ ეშინია ომის, ვისაც ომის არ ეშინია, ის არის ავამტყოფი. მე ვიცი რა უბედურება მაქვს ომს და იმიტომ არ მინდა ომი. და მე ვიცი
რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ჯარისკაცების ოჯახები, რომლებიც ომში იღუპებიან. ეს ვნახე მე, ეს გავიარე მე. და ვინც გადარჩა კიდო და ჩამოვიდა ომიდან, როგორ ცხოვრობს. შეხედეთ, ნახეთ, რა პრობლემები წინაშე არიან. და ქვეყანა საერთოდ განადგურდება, იცოდეთ რა. და არ გაგანადგურებიათ ამ ქვეყანას. ძვირფასო ხელისუფლებაო, მე მოგმართავთ თხოვნით, მე მოგმართავთ არა თუ მარტო მე ტრისანწითელაშვილი, არამედ ჩვენ ყველანი ამის შესახებ ვისაუბრეთ, როგორც მოქმედმა ეცე ყოფილმა ძალოვნება და დააფასეთ ეს ბიჭები და გაანთავისუფლეთ ეს ბიჭები. არ არიან ეს ბიჭები დაპატიმრების ღირსი. და არაფერი გაუფუჭებიათ მათ იმის ფასი, რომ თქვენ ისინი ციხეში შეყაროთ. და ამოკიდოთ ქისოსის მიღმა. ამ ბიჭებს მადლობა უთხარით იმისთვის, რომ მათმა თავისი ქვეყანა დაიცვეს. საქართველოს მოსახლეობა დაიცვეს. თითოეული ოჯახი დაიცვეს. თავიანთი კმეტებებიდან გამომდინარე. და იმედი მაქვს იმისა, რომ გამოჩნდება ეგ გონივრული გადაწყვეტილებების მქონე პიროვნებები, რომლებიც მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და სწორად შეაფასებენ შექმნილ მდგომარეობას ამ ბიჭების ირგვლივ და გაანთავისუფლებენ ამ ბიჭებს. ჩვენ კიდევ ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვართ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, რომ დავითვათ ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გვისმენთ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, როგორ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. კარგად ვანებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.